კიდევ გასაკეთებელი გვაქვს ამ თეთრი კანტებისთვის შეიფები, რომლითაც აქ 30 პიქსელი გადმოვთვალე მე წინასწარ და აქაც ანუ გავაკეთოთ ჩვენ ასეთი თეთრი არ გვინდა იყოს მოდი ამ ფერი და შეგვიძლია გადმოვაკოპიროთ ეს ისევ ქვემოთ Alt-ის მეშვეობით და შრიფტის. დავარქვათ ამას კანტი ქვედა და კანტი ზედა. გვერდზეც მაქვს კანტი გასაკეთებელი, შეგვიძლია დავაკოპიროთ Ctrl-J-ით, Ctrl-J-ით, ეს ჩვენი შეიფი და Ctrl-S მეშვეობით შემოვატრიალებ და დავდებ ამ ჩემს 30 პიქსელიან წინასწარ გადმოთვლილ გაიძე. შემიძლია აქეთაც გადმოვაკოპირო იგივე და ესეც ასე შეიკრა კანტისთვის გვერდზე კანტი შეგვიძლია ესეც ჩავსვათ გრუპში კანტები. ახლა ჩვენ გასაკეთებელი გვაქვს, ანუ ეს მარჯვენა მხარე უკვე, სადაც ჩამოვწერთ რა ფერებს ვიყენებთ, რა ფონტს ვიყენებთ, ანუ რა ზომისას და გრაფიკას რას ვიყენებთ, ანუ თუ გვაქვს რაიმე ღილაკი ან ნიშანი ან ასე შემდეგ, ან აიქონები, ყველაფერს მოკლედ ვანთავსებთ ამ ჩვენს ინფო მხარეს. და მოკლედ მარჯვენა მხარეს ვანთავსებთ ინფორმაციას. დავწეროთ colors და უნდა გავაკეთოთ ახლა ჩვენ ფერების გრადაცია, რაც დაგვჭირდება. Shift-ის მეშვეობით ავიღებ კვადრატს. თეთრი რა თქმა უნდა გვჭირდება იმისათვის რომ ავიღოთ ზუსტი ფერები გამოვიყენებ ამ ჩემ უკვე აწყობილ ფორმას. გადავაკოპირებ 10 პიქსელით, კიდევ 10 პიქსელით და კიდევ 10 პიქსელით. ეს იქნება რა თქმა უნდა დარჩება თეთრი ფერი ან აბარემ ავიღოთ ცისფერი color 1 შემდეგ ავიღებ პიპეტკით ამ ფერს color 2 შემდეგი ფერი ავიღებთ იგივე ფერს და დარჩება თეთრი. შეგვიძლია ეს მოვათავსოთ ისო Ctrl-J-ით გრუპაში და დავაწეროთ colors. გვჭირდება ტექსტი. გვჭირდება ტექსტი. აუცილებლად. არა ტექსტს ვიყენებთ. გავაკეთებ graphics. მან ტექსტი არ არის არაფერი ისეთი და თქვენ შეგიძლიათ თქვენ თვითონ აირჩიოთ როგორი ხასიათის ფონტი გინდათ, რა ზომის გამოყენება გინდათ და ჩამოწერთ, ანუ თუ იქნება მსხვილი, იყენებთ მსხვილს ან დახრილს, მიუთითებთ რომ არის დახრილი, რამდენ პოინტიანია და ასე შემდეგ, ანუ ყველაფერს როგორ ტექსტსაც იყენებთ, ყველაფერი უნდა მიუთითოთ. შევქმნათ ეხლა ჩვენ ნიმუშისთვის ერთი ღილაკი. ამისათვის ეს გვერდი აღარ დამჭირდება.
ვიღებ ისევ shapes და ვქმნი ფორმას. მოდი ავიღებ 70-იან. არ გვინდა ძალიან დიდი. იყოს 120. იყოს თეთრი და ზედ უნდა დავაწეროთ, რომ მაგალითად ეს არის ილუსტრაცია. მოდიში დავაკოპიროთ ტექსტი და დავაწეროთ ამას მაგალითად flowers. და ამისთვის, ამ ტექსტისთვის მჭირდება მე უკვე სხვა ფერი, ორჯერ დაწყაპუნებით ინიშნება ეს ტექსტი. ზემოთ ჩნდება მისი პარამეტრები, თუ რა ფონტია, როგორი ფორმის არის, ანუ რამდენი პოინტია, ფერი როგორია, ასევე აქ მარჯვენა მხარესაც არის character, თუ არ არის Windows-იდან ვიძახებთ მას character. და ვცვლით ფერს. ამ შემთხვევაში მე მჭირდება პირველი ფერი და ოკეი. ამ ხელაც არ მინდა და ეს ტექსტი კონტროლით და ფიგურული ფრჩხილით, მარჯვენა ფიგურული ფრჩხილით აგვაქვს ზემოთ, რომ დაედოს ამ ჩვენ ღილაკს. ანუ როგორც თქვი, ამ ხელა შრიფტი არ მინდა და დავაპატარავებ 20 პოინტად. ესეც ასე. იმისთვის, რომ ამ ჩვენს კუბიკს მოუმრგვალოთ ფორმა, შევდივართ მის პარამეტრებში და აი აქ ამ პარამეტრებს ვცვლით. როდესაც ეს არის ჩართული, იცვლება ყველა პარამეტრი ერთნაირად. როდესაც გამოვთავთ, იცვლება მხოლოდ ის პარამეტრი, რომელსაც ჩავწერთ და მივუხდეთ, მაგალითად 5, მხოლოდ მომრგვალდება ეს მხარე. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ მთლიანად მომრგვალდეს, უნდა მოვნიშნოთ ეს ჩვენი ნიშანი და მივცეთ როგორც საჭიროა, ანუ აქ დარჩა ძველი რაც მივუთითე და ამიტომ უფრო მეტად მოამრგვალა. მივუთითოთ სადღაც 3 საკმარისი იქნება, არ არის საკმარისი, 5 საკმარისია. 5 პიქსელი. და მოკლედ ეს გადავაქციოთ ჩვენ მოდი smart ობიექტად. თუ ამას ჩვენ დავაკოპირებთ, ჩვეულებრივ როგორც ვაკოპირებთ ხოლმე ობიექტს და ამაზე მოვახდენთ ცვლილებას ორჯერ დაწყაპუნებით, ის გამოვა ცალკე და მოვახდენთ მასზე ცვლილებას, მაგალითად მინდა რომ დავაწერო ამას angles, მინდა რომ დავაწერო ამას angles და შევინახო, ანუ control S-ით მივცე save, აქ ორივე შემეცვლება და ანუ ისიც დამეკარგა. ასე არ მინდა რომ მოხდეს და არ დავაკოპირებ ასეთი ფორმით, როგორც წეღანქენი. ვაკოპირებთ მარჯვენა კლიკით და new smart object via copy. ეს არის ცალკე დამოუკიდებელი ობიექტი, რომელზეც ცვლილებითაც წინა ობიექტი არ შეიცვლება. გადავიდეთ მასზე, მოვნიშნოთ ტექსტი და დავწეროთ დიდი ასოებით angels. Ctrl S და ჩვენი ღილაკი უკვე შენახულია. დანარჩენ ღილაკებსაც ანალოგიურად გავაკეთებთ, ეს არის ილუსტრაციის და Paint-ის ღილაკები.